მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, სრულიად საქართველოს. მე გახლავართ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შეადგამსახურდიას პარლამენტის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, პრეზიდიუმის სოფლის მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გურამ მაკაცარია, ჰელსინკის კავშირის რესპუბლიკური გამგეობის წევრი, გაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრი და აქედან გვალი მაგიდის წევრი. ამ რეგალიებს იმიტომ ყოფილი ბატონებო, რომ თავი კი არ მოვიწონო, არამედ აღნიშნო, რომ აქ არზიან ქარაქუცა ხალხი, რომლებსაც არავითარი ისტორია არ გააჩნია და დღეს ზოგი პრეზიდენტია და ზოგი პრემიერ-მინისტრი და დაუძინებელი მტრები საქართველოსი, არამედ იმიტომ, რომ ამ ჩვენს შეხვედრას მივცე გარკვეული წონა. მე მერაბის ეზოდან ტრადიციულად ვიწყებთ ასე ხოლმე ამ ეზოში აგორდა 88 წელს ეროვნული მოძრაობა, თითოეულა გაუბედავი ადამიანი შემოდიოდა, მერე აგორდა ეროვნული მოძრაობა და მოიტანა ამან დამოუკიდებლობის გამოცხადება. დღევანდელი სიტუაცია გახლავთ ბატონებო, საქართველოს ყველა დროის ყველაზე დიდი კატასტროფული სიტუაცია. იყო შაჰ-აბასი, იყო თემურლენგი, იყო აღა მაჰმად-ხანი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ვიცით, მონღოლები, მაგრამ თავიანთი პერიოდი ამოწურეს და ქართველი ხალხის სიყოჩაღი და თავდადებული ბრძოლით ეგენი გავყარეთ იქიდან. ახლა მიდის მსოფლიოს ბოლო გადანაწილება და საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენი არის უკვე გამოტანილი ზოგიერთი ერების მიერ. ამიტომ მე ხშირად ვაპელირებ ხოლმე 92 წლის 13 მარტის გროზნოს დადგენილებით, სადაც წერია ყველა ის ღონისძიება, ყველა ის ხელშეკრულება, რასაც სამი ნაძირალას, სიგუას, კიტოვანის და იოსელიანის სამართალმემკვიდრეები ჩაატარებენ, მათ შორის ეგრეთ წოდებული არჩევნები სოფლის დონიდან დაწყებული რესპუბლიკური დონით იქნება ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ და წინასწარ არის ბათილად გამოცხადებული. ზოგი ამბობს ხოლმე, რომ აღდგება კანონიერი ხელისუფლება, მერე გააბათილებს ყველაფერს, რომ წინასწარ არის ბათილად გამოცხადებული ბატონებო და ამ სესიის დადგენილება, მოგიხსენებათ, სესიის დადგენილება არის კანონი, შემდგომ დაამტკიცა პრეზიდენტმა ზვიადგამსახურდიამ, გაეგზავნა მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს, გარევლოს, ეუთოს, ევროსაბჭოს, არაბეთის, ირანის, პაკისტანის, ზიმბაბვეს, პაპუასების, შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნების პარლამენტებს. სადაც ნათქვამია კიდევ ვიმეორებ, რომ ყველაფერი, რასაც ამ სამი ნაძირალა სამართალმემკვიდრეები, ანუ შევარდნაძის პარლამენტი, სააკაშვილის პარლამენტი და დღევანდელი ხელისუფლების პარლამენტი გააკეთებს, იქნება ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ და წინასწარ არის ბათილად გამოცხადებული. ყველა ის გაყიდული მიწა, ყველა ის უკანონო და მითვისებული ყველაფერი, რაც არის გაკეთებული, ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც გამის ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის დაბრუნების უფლება არის თქვენი უზენაესი საბჭო. მე გახლავართ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, გამომგონებელი, ასე შემდეგ, 1000 შემოთავაზებები მქონდა 94 წელს სამეგრელოზე მოსვანეთის მაშინ იყო სახელმწიფო რწმუნებულად წასვლა და მერე გუბერნატორობა, 1000 შემოთავაზებები მქონია, არცად არ წავსულვარ, იმიტომ რომ არ დამეკარგა ეს ლეგიტიმურობა, რომელიც აძლევს ამ გროზნოს სესიის დადგენილებას თავის ძალას. ამიტომ დღეს ვზივართ აქ ეს ხალხი, რომლებიც უნარჩუნებს საქართველოს აი ამ ლეგიტიმური ხელისუფლების დადგენილებას და იმედს. 23 წლის დეკემბერში რამდენიმე კაცი, ჩონებული გიორგი ერვალიშვილთან ერთად და იგორ ჩხეიძესთან ერთად ვიყავით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. შევხვდით მაშინდელ მდივანს იქ
ხოსე გვარი აღარ მახსოვს და მან მოგვისმინა ყურადღებით და თქვა ჩვენ დღეს იძულებული ვართ de facto ხელისუფლებას დაუგდოთ ყური და მხარი დაუჭიროთ თქვენ მხარს გიჭერთ როგორც კანონიერ და კონსტიტუციურ ხელისუფლებას და თუ თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში და დაბრუნდებით ამას ჩვენ მივესალმებით და გვერდით დაგიდგებით ეს არის ბატონებო აქსიომას რო ეძახიან ანუ გარდაუვალი საშუალება საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა გახლავთ ქართველი ერის და საქართველოს მოსახლეობის არსებობის გარანტი ამიტომ ვარ ჩვენ აქ ზოგიერთი რაც გვეძახი ზოგიერთი რაც ჩვენ გადაცემებს 100,000-ზე ნაკლები ნახვა არ აქვს აქედან 100 ზოგჯერ 200 როგორც იტყვიან მუქარითა და დედისგინებით არ გვაკმაყვილე არ გვაკლებს დედისგინებას მაგრამ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ერთადერთი გამოსავალი არის კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა ყველა ის ეგრეთ წოდებული ზიადისტი რომელიც ფიქრობს არჩევნებზე და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას მაგათ ვეუბნებით 100-დან 100 შემთხვევაში დღევანდელი ხელისუფლება მაგათი სტრუქტურები და მაგათი მხარდაჭერები რომლებიც უდგანან აქ გვერდით იგებენ არჩევნებს და ყოველგვარი არჩევნები არის უბრალოდ ამათვის ლეგიტიმურობის გადაცემა ჩემო კარგებო ესე იგი რა ყოფილა საშველი ბატონებო ქართველმა ხალხმა როცა გამოვა დაუნობის ფაზიდან და ამას ვეძახი მე დღეს დაუნობის ფაზას ეს ეგრეთ წოდებული 1000 პარტიები და 1000 სხვადასხვა მოძრაობები უნდა დაგვიდნენ ჩვენ კონსტიტუციურ ხელისუფლებას რომელსაც ვერავინ ვერ შექმნის ციდან ვერ ჩამოაფრეს ხოლო დანარჩენ პარტიებს და ლიდერებს ვიძინა და მისი სურსი კვირაში თუ არა თვეში 10-ობით შექმნის ჩემო კარგებო ეროვნული ელფერით ასე ვთქვათ მხსნელის ელფერით და ასე შემდეგ აი ეს არის ბატონებო ერთადერთი გამოსავალი ქართველი ერის თვით გადარჩენისა ახლა რაც შეეხება ბატონებო დღევანდელ სიტუაციას ესე იგი აქ აშკარად ჩანს ერთადერთი რამე რომ გავიხსენებ 2024 წლის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიძინა გამოვიდა ტელევიზორში და ასეთი რამე ბრძანა კოჰაბიტაციას რო საყვედურობთო პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გავედი ნატოს სამიტზე ბალტიისპირეთში მოვიდა ჩემთან ყველა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტი პრემიერი და მითხრეს სააკაშვილს თითს ვერ დააკარებო აქ აღიარა რომ ის თავის გადაწყვეტილებებში არ არის მარტო და იმართება საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან რომელსაც შემდეგ Deep State დაარქვეს და გახსოვთ დღევანდელი ამერიკის შეერთებული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნათქვამი რომ Deep State-მა რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში შევიდა ქველმოქმედების სახით მოახდინა გადატრიალებების სისხლში ჩაახშო ხალხის ნება და გამოცხადებულია კანონი გარეშეთ სოროსი და სხვა ასე ვთქვათ იმ Deep State-ის წარმომადგენლები აი ჩვენ ბატონებო აი ამ გადაწყვეტილებას ცოტა იმედის თვალით ვუყურებთ და ერთადერთი საჭირო არის ქართველი ხალხის გააქტიურება კონსტიტუციური კანონიერი ხელისუფლების გარშემო და არა იმას გარშემო ვინც ვითომ ზიადისტობას იბრალებენ და არჩევნებს ნიშნავენ ეს არის ბატონებო სიმართლე სხვა სალაბარაგო იმდენია ბატონებო რომ ათობით საათობით შეგვიძლია ვილაპარაკო თუნდაც აფხაზეთზე თუნდაც სამაჩაბლოზე მაგრამ ამაზე გადაცემები გაკეთებული გვაქვს მე იგივე ვარ და მარად
არ ვძევს ჟამთაცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად. ეს დიდი პოეტის ლექსით ამთავრებ ამ ჩემ გამოსვლას. ერთსა და იმავეს ვამბობ ბატონებო, რომ კანონიერი კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა ხალხის ძლებით. და ეს რო არ არის ფანტასტიკა, ეს აჩვენა მსოფლიო გამოცდილებამ. კერძოდ აუგუსტო პინოჩეტიმ კომუნისტური საფრთხისაგან იხსნა ჩილე და კომუნისტური ხელისუფლება ალიენდესი დაამხო. 20 წლის შემდეგ როგორც პუჩისტი დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობისაგან იხსნა სიკვდილმა. სამხრეთ კორეაში როგორც კი დადგა მომენტი, რომ კომუნისტები იმარჯვებდნენ, ორმა პატრიოტმა გენერალმა რო დე უმ და ჩონ დუ ხვანმა მოახდინეს სამხედრო გადატრიალება. 20 წელიწადში ჩამორჩენილი სამხრეთი კორეა აქციეს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ქვეყნად. კერძოდ გემშენებლობაში ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება, კომპიუტერებში და ელექტრომრეწველობაში, მანქანათმშენებლობაში. მაინც დაიჭირეს 20 წლის შემდეგ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ამ ორ დიდ გენერალს. ასეა ბატონებო, დღეს საქართველოში შვიად გამსახურდია ხელისუფლება, რომელმაც პირიქით გააკეთა და კომუნისტური საფრთხისაგან იხსნა საქართველო და მთელი მსოფლიო, არის დევნილობაში, არის ასე ვთქვათ კანონგარეშედ გამოცხადებული. მე ვამბობ, დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი დე იურე ხელისუფლება, რომელსაც ქვია შვიად გამსახურდიას ხელისუფლება და დე ფაქტო დღევანდელი ხელისუფლება ჩემო კარგებო. ამიტომ ოეშვით ამ ქარაკუცა პატარ-პატარა საქმეებს და დაუდექით თქვენს კონსტიტუციურ ხელისუფლებას. გმადლობთ. სიტყვას გადავწევ ბატონ დავით შონიას აფხაზეთიდან, თავის დროზე ჰელსინკის კავშირის წევრს, აფხაზეთის გამგეობის წევრს, შემდგომ კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების გამგეობის წევრს და ბატონ დავითს მიყავდა სოხუმში ჩვენი აქციები. ბატონო დავით, 5 წუთით ამ საკითხზე კანონიერების მადლობთ ბატონო გურამ, მოგემარჯვებით. დღეს 4 თებერვალია და გრძელდება ჩვენი მოღვაწეობა, ჩვენი მოძრაობა, ჩვენი შეხვედრები იქ, სადაც დასაბამი მისცა თავის დროზე საქართველოს რესპუბლიკის ღირსეულმა მამულიშვილებმა და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ბატონმა მერაბ კოსტავამ. ეს მერაბ კოსტავას ეზოა და ვინც აქ მოვა როგორც ეროვნული მოღვაწე, მისთვის საამაყოა ამ ადგილას საქმის გაკეთება ეროვნულისა. ეს სწორედ გაგრძელება იმ დიდი საქმისა, რომელმა დიდმა საქმემ თავის დროზე თავისი ღირსეული დადებითი შედეგი მოუტანა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს იბერიას, ჩვენს საქართველოს და ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ხალხო, ადამიანებო, რომ თავის დროზე, როდესაც საქართველოს ღირსეულმა მამულიშვილებმა ჩაატარეს არჩევნები ეროვნული, გაიმარჯვეს და ამის შემდეგ ჩვენ ვამაყობდით იმითი, რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი იმ დიდი რუსული ტირანიისაგან, რომელიც თავის დროზე წარმოადგენს და წარმოადგენს დღესაც როგორც იმპერიის ერთ-ერთ წარმომადგენელ სახელმწიფოს დედამიწის ზურგზე. ჩემო კარგებო, ეროვნულმა ხელისუფლებამ, ეროვნულმა მთავრობამ ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით საქართველოს უწოდა სახელი საქართველოს რესპუბლიკა და მას შემდეგ, როდესაც დაინახეს დედამიწის ზურგზე, რომ საქართველოს რესპუბლიკა ეროვნულ სახელმწიფოს აშენებს, მაშინათვე
ამოქმედდნენ ის ძალები, რომელიც ძალები მამაც შეძლეს საქართველოს რესპუბლიკაში კანონიერი ხელისუფლების დამხობა, მაგრამ შვიათ გამსახურდია მაინც შეძლო თავის საქმის გაკეთება, როგორც კი წავიდა საქართველოდან თავისი ამალით, მაშასადამე თავისი ღირსეული მომხრებით ქალაქ გროზნოში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთში ჩაატარა საქართველოს რესპუბლიკის რიგგარეშე სესია და ამ სესიაზე მიიღეს დადგენილება შესაბამისად. ამ დადგენილების საფუძველზე დღეს საქართველოს რესპუბლიკა თავის დროს, ხანს და წლებს ითვლის. ჩვენი დღევანდელი კანონიერი ხელისუფლება ერთადერთი სწორი ხელისუფლება, ერთადერთი კანონიერი ხელისუფლება, რომელსაც ძალუც დაუბრუნოს საქართველოს ღირსება, დაუბრუნოს ჩვენს რესპუბლიკას და ჩვენს ერს ყოველივე ის, რაც დროებითმა უკანონო ხელისუფლებამ წაართვა ჩვენს სამშობლოს. თქვენ კარგად ხედავთ დღეს ვინც ჩახედულია აი ამ 21 საუკუნეში ამ საქმეებში, თუ როგორ იყიდება ქართული მიწაწყალი, თუ როგორ იყიდება წყე, ტბები, ზღვები, ოკეანეები საქართველოს მიწაწყლისა და როგორ იყიდება ყოველივე ეროვნული სულიც. მაშასადამე რა არის აუცილებელი? დღეს აუცილებელი არის გაერთიანება ერთი დროშის ქვეშ. ეს არის ის დროშა, რომელსაც ქვია საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული დროშა. ამ დროშის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ და უნდა გავაკეთოთ ის დიდი საქმე და გაგრძელება უნდა მოვახდინოთ კანონიერი ხელისუფლებისა. დღეს ასეთი ძალა არის. ჩვენ ვამბობთ და ვიტყვით მანამ სანამ ეს საჭირო და აუცილებელია, დროებითი უკანონო ხელისუფლების მიერ დანიშნული ნებისმიერი არჩევნები არის უკანონო არჩევნები და იმასაც ვამბობდით და ვამბობთ დღესაც, რომ ნებისმიერ არჩევნებს სრული ბოიკოტი და როგორც კი დაინიშნება უკანონო ხელისუფლების არჩევნები, ის დღე სრულიად საქართველოში, სრულიად იბერიაში გამოცხადდეს მკვდარ დღედ. აი ამას ვამბობ და ვიტყვით მანამ სანამ ეს საჭირო იქნება. უკანონო ხელისუფლებამ ბევრი რამ ჩაიდინა უარყოფითი და მათ შორის, რა თქმა უნდა, აფხაზეთის დალის ხეობასაც ზემო აფხაზეთი უწოდა. მე მინდა რჩევა მივცე სხვებს, რომ არავითარი კოდორის ხეობა, მას ქვია თავისი ქრისტიანული სახელი, დალის ხეობა და მივმართავ ბატონ გიორგი გურჩიანს, იმ კუთხის შვილს და იმ კუთხის წარმომადგენელს, როგორც სასულიერო პირი, რომ თქვენს კუთხეს ისტორიული დალის ხეობა ქვია და კოდორის ხეობა არ ქვია, მაგათ ჩემო ძვირფასო სვანებო, არ ქვია მას კოდორის ხეობა. კოდორის სახელწოდება მდინარე კოდორის ღებულობს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სამი მდინარე ერთმანეთს შეუერთდება. ეს არის მდინარე საკენი, მდინარე გვანდრა, მდინარე ჩხალთა და ბაგადის შემდეგ მდინარე ღებულობს ამ შეერთების შედეგად სახელწოდებას კოდორს და აქედან აი იმ წებელდის სიახლოვიდან იწყება კოდორის ხეობა და როდესაც ბატონი გიორგი გურჩიანი აქ თბილისში ეკლესიას აშენებს, კოდორის სახელი დაურქმებია, კოდორის ხეობისა. არა, ჩემო მამაო გიორგი, თქვენ უნდა დაგერქმიათ მისთვის დალის სახელწოდება და არა კოდორის ხეობისა. ახლა
რამდენიმე წუთით, 2 წუთით მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთშიც მდგომარეობა ძალიან რთულია, იქაც მიმდინარეობს ურთიერთწინააღმდეგობა და უარესი სიტუაცია. ამიტომ რა არის საჭირო? ამიტომ საჭირო არის აფხაზებმაც თავისი სიტყვას თქვან. მე შემთხვევით არ ვიცქვამს თავის დროზე უფრო ადრე სხვა დროს რამდენიმე წლის უკან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა როგორც ყოველთვის იწყებოდა იმ დასავლეთ საქართველოსთან და კერძოდ აფხაზეთიდან დღესაც ეს მისია აწერია ენგურს გაღმა ქართულ მიწა-წყალს და სწორედ იქიდან უნდა დაიწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამისათვის უნდა შეიარაღდეს იდეურად, პოლიტიკურად ჩვენი ქართველი ერი და აკეთოს ის საქმე. მე მივმართავ დღეს ქართველ ერს გაერთიანებისაკენ, ერთ მუშტად შეკვრისაკენ, იბერიის დასაცავად. მადლობ ყურადღებისათვის. Adonai Irakli. Adonai Irakli. Helsinki კავშირიდან ვაკის საგრებულოს წევრი გახლავთ 90 წლის. მეგობრებო, რიცხენ ისე გამოგვისაც თქოს გულს ვფხათ, მაგრამ გულს კი არ ვფხათ, ერთმანეთს უჭერთ ხარს და ვახალისებთ, რომ ნამდვილად ბრძოლისთვის ვიყოთ მზად. საჭიროა ეს, იმიტომ რომ მე ბევრჯერ გითხარით აქ ფიცის კაცების თავშეყრის ამბავი და აქ ფიციც არ მოითქვა, რომ მერაბის ეზოს არ ეკადრება მატყუარა და ფლიდი წევრი, რომელიც მერაბის და ზვერის სახელს ახსენებს და თითქოს ქვეყნის კეთილდღეობისათვის იბრძვის. მე იმათ მიმართავ ზუსტად იმ ვაჟბატონებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ სახელი გაუტეხონ ნამდვილ ეროვნული მოძრაობის ხალხს და რომ გაძვრებიან მე და გამოძვრებიან და ვიცით რა არის ფიცის კაცები გვარიშვილობიდან ებულობენ რეკომენდაციას. 15 კაცი აძლევს რეკომენდაციას და მოდიან ჩვენთან და წევრიანდებიან ჩვენთან და ჩვენ მერე განვიხილავთ ყველა სასამართლოს საკითხებს. 90% სასამართლოებისა ამტყუნებენ ჩვენ ხალხს. მე 79 წლიდან უკვე 12 სასამართლო მომიწყვეს ამ ხალხმა და ყოველთვის მაგრამ ახლა ბოლოს გავიმარჯვე გძელი და მეტაკა იმასთან. მაგრამ კიდევ სასამართლოებია გადასაწყვეტი. მე რო გავარკვიე ჩვენ შორის ვის ჩვენთან წევრიანდება თითქმის ყველა 90% ესე არის გამტყუნებული და ჩვენ რო ჩუმათავართ კაცო მე თვალწინ მიდგას სულ ის ხალხი დახოცილი ხალხი ეროვნულები სულ ყველა გადაყვა ამ აი მორალურად და ფსიქიკურად ყველანაირად გაანადგურეს ეს ხალხი. იმიტომ გვხვდება ჩვენ ფიცის კაცების საშუალებით გაიწმინდოს ჩვენი კადრები, ყველა პიროვნება, ვისაც წამოვაყენებენ რა თანამდებობაზე ის ჩვენ ფიცს გაივლის, აქ გვარიშვილობა ჩართულია, რა გვარის კაცის წარდგება რაღაც თანამდებობაზე, იმ გვარის თელ ისტორიას შევისწავლით, წარმოვადგეთ ხალხის იმაზე იფსეკერ, აი ხალხის ჩვენ განსახილველად რა ინფორმაციებიც მოგვივა იმის დამიხედვით უკვე გადავიხილავთ იმ კაცის ეროვნულობის ჩაწერას თუ მტრებში ჩაწერას, იმიტომ რომ ისეთი ხალხი გამოდის ახლა ტელევიზიიდან, ისეთ ლამაზ სიტყვებს ამბობენ, მე თვითონ მიწყინე მახსენდება ის კიტოვანი ცხოვრებული, როდესაც მას მივაკითხე მე და რო შევხედე რომ სიტუაცია მაგას ერთი ბეტერი ვიყიდე ძნის სომბლერო ჩავედი სკვერისთვის მინდა და მეთქი გამჭირდება მეთქი და აუ ბეტერი ვჭირდება და ვაჩო ხედა იმ ბეტერით ორთვის მერე ჩვენ არ გვესწრო და კაცო და ამ კიტოვას მეთქი რა შეები ბიჭო 30 წელი გიწნობ თემო მე ვთხარი და თუ ყალატობ შენ კაცი ცუდი ყოფილა მე ვთხარი შენ ძმაკაც მეთქი და არაო ზვიადას მოღალატესო ისე დაიგინა და ისე რომ თქო მოდიში ვთხარი გამოვიდა ერთ კვირაში მოღალატა კიდევაც და მე ხო თუ ყველას ვისაც კი სული და გული გაქვს ვისაც ქართველობა გაქვს დროა ძმებო არ გავახაროთ რა ეს აი ეს გარდაცვლილი ჩვენი მეგობრების სულები გთხოვენ ამას რომ დავდგეთ პოტა შევიწუხოთ თავი კი აი მოხუც ხალხი რომ მოდის აქ დაგერო განან სუპერ
სამართალი უნდა იზრუნოს რა. გავმოჭოს სამართლიან და ძლიერ საქართველოს. მადლობ ბატონებო. ნერვირობს უყურებს. ანდონი დავით ჭაბუკაშვილი გახდა დღეს ჩვენი ასე ვთქვათ ამ გადაცემის გამყარი და ავტორი ქართულთა დიდი გაერთიანების წარმომადგენელი და ფაქტიურად დღეს აქ ორი დიდი ეროვნული ძალის ერთიანი ძალისხმევით მოხდა ეს საქართველოს კონსტიტუციური უზენაესი სამართლისა და ქართულთა დიდი გაერთიანების ერთობლივი გადაცემა გახლავთ დღეს ეს. ასე ბატონებო ნელ-ნელა შემოგვიერთდით და ამართალმა როგორც ითქვიან გური უნდა ჭამოს. ახლა ბატონებო არ შემიძლია არ გამოვიხმაურო არჩილ მინდიაშვილის გამოსვლას მრევლის წინაშე, რომელიც დევს ინტერნეტში. ესე იგი ეს მღვდელი რომელიც ცხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე და რომელიც იყო მრგვალი მაგიდიდან წარდგენილი გახდა დაუძინებელი პირწავადნილი ანტიმეგრელი. მეგრელებიო ერთმანეთსო შვილებს ბარავდნენო, ყიდიდნენო, დედაეუბნებო ქალიშვილსო რაგატირებსო აქ შეერი ხარო და იქო ჰარამხანაშიო კაბაც გექნება, საჭველიც გექნებაო და ასე შემდეგ. გავსი რამე ბატონებო, არც ერთ მღვდელს არ უკადრებია. მე კი მივწერე ინტერნეტში პატრიარქო ლანძღავენო ერთი სიტყვით მოთხარა მეგრელები თავისი მოკლე ჭქვით. აღმოსავლეთ საქართველოსიო მსგავსი რამეები არ ხდებოდაო. წაიკითხე მე-17 საუკუნის საქართველო 60,000 გადიოდა ტყვე საქართველოდან 30,000 დასავლეთი საქართველოდან სამეგრელოდან 15,000-მდე იმერეთი და რაჭა გურია 15,000-ზე მეტი აღმოსავლეთ საქართველოდან იყიდებოდა. ვინ იყო? ხიმშიაშვილი, ვინ იყო? ასე ვთქვათ დავით გურამიშვილი. თუ მეგრელებმა მოიტაცეს დავით გურამიშვილი. იქვე მივწერე ჩემმა პატრიარქმა 2015 წლის საღდგომო დღეს გახდით მაშინ დიდ სამებაში და იქა დაგა შემდეგი რამე. რაც უფრო დიდი ცოდვა აქვს ადამიანს, მით უფრო დიდი მადლია უფლის მიტევება, ესეც არ უნდა თქვას პატრიარქმა ამბიონიდან მოუწოდებს დაძილობისგენ და მე გაპატიებთო და იქვე დაამატა თვით სამშობლოს ღალატიც ეპატიება კაცს ღმერთისგანო. ამბიონიდან მოუწოდებს სამშობლოს ღალატისგენ მე მოდით ჩემთან მოინანიეთ და მე გაპატიებთო. აი ასეთი პირწავარდნილი გახდი შენ არჩილ მინდიაშვილო დღეიდან ჩემთვის მღვდელი კი არა ნაძირალა ხარ. ვისაც საქართველოს დაყოფა ქარგახედად იმერეთად გურია ჭირდებაო, აი იმან რომ დედა შეგაგინა, აი ესე გაგინებ დედას. ეს ძაღლიც გაგდებულო შენ. ასეა ბატონებო, ჩვენ ერთმანეთს უნდა მოუფრთხილდეთ. კახეთს, იმერეთს, გურიას, სამეგრელოს, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამცხე-ჯავახეთს სულ ყველას ერთად და ასე უდიერად მეგრელების ხსენება იმ მეგრელების რომლის წარმომადგენელი იყო დიდი კონსტანტინე, დიდი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაც ფუძით იქიდან იყო და ოლღა დებურია მერაბის დედა ხო იყო გულითადი მეგრელი და ასევე ჩვენი დიდი პატრიარქი გიორგი თქვა ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს და სული ღმერთო და ჩემი მძორი წაიღეთო ამბროსი ხელაიას ნათქვამი და ამ დროს მოდგა მეგრელებს და მოთხარა თავისი მოკლე ჭქვით. ასე ბატონებო, ახლა ეს გადახროვა გამომივიდა, მაგრამ მე როგორც კონსტიტუციური ხელისუფლების წარმომადგენელი ვალდებული ვარ
ქართველებში ყველანაირი სეპარატიზმი ეს იქნება მეგრული თუ ანტიმეგრული ზოგად ქართული სეპარატიზმი ვამხილო თავში ყვა გიხლია ის ტიარა რო გადგია თავზე არ ვიცი რა შევადარო აღშოთებული ვარ ბატონებო არა და მაგასთან დადიან ზვიადის მომხრეები ლოცულობენ თვალებში შესისწინებენ მათ შორის მეგრელები და რატო არ ამოიღო იქ ნებისმიერმა მეგრელმა ქალბატონმა ხმა ჩემთვის გასაკვირია ბატონებო ყველანაირი სეპარატიზმი და ლანძღვა უნდა მოიმორჩეს საქართველოში გმადლობ ბატონებო ოდიში ამ გულწრფელობისთვის სიმართლე უნდა ითქვას კაცო. მოკლედ მეგობრებო, მე დღეს ვიყავი აგერ ჩემს მეგობრებთან მერაბ კოსტავას ეზოში. ძალიან მიყვარს ახალგაზრდობიდან ეს კერა აი შეგინება და შემიძლია გითხრათ რომ მერაბ კოსტავას ეზო და კოლხური კოშკი ეს არის იგივე გიორგი იყო სვეტი ცხოველი ეროვნული მოძრაობისთვის რაც მართლმადიდებლობისთვისაა დარადინა ჩვენ წმინდა ადგილია ეს მერაბ კოსტავას ეზო კოლხური კოშკი აქ მერთმა დალოცოს და მერთმა ისევ და ისევ აი აქედან აღსდგება დიდი ეროვნული მოძრაობა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ქართველთა დიდი გაერთიანება და აი ეს ჩვენი მეგობრები რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ერთლიდან აღვადგინოთ დიდი ერთობა ქართველი ერისა რომელმაც უნდა მოიტანოს დიდი ეროვნული გამარჯვება გაუმარჯოს ეროვნულ სარწმუნოებრივ მოძრაობას მერთმა დალოცოს საქართველო ისა ლაპარაკი ხوارი მას არა